თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. რა მოხდა კახეთში, ამას გამოძიება გაარკვევს. საგარეჯოში, სადაც შემთხვევა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. კახეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებს ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. თორნიკე რიჟვაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ფილტვი აქვს დაზიანებული. რაჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე კლინიკაში გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობებით შეიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ამავე საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 238 მუხლით ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115 და 238 მუხლებით. დაკავებულია ერთი პიროვნება. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მეც ვერაფერს ვერ მოგახსენებ. ამჯერად ექსპერტ კრიმინალისტები შიგნით არიან? კი, მუშაობენ. მტკიცებები აღღვებულია. მეც ვერაფერს ვერ გეტყვით. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია პიროვნება გულისხმობს ხადია ახლედიას. მეც ვერაფერს ვერ ხო, გეტყვით. ანუ ეს იარაღი, ანუ სხვა იარაღი სად იყო რა მე კითხვაზე ვერ გაგცემ რომელიც პასუხს. უმრად იმყოფებოდა ადგა და პირობიდან მე დაცულად კითხვაზე ვერ გაგცემ პასუხს. მიმართეთ პრესებს. ძლევა საგამოძიებო მოქმედებები. მეც ვერაფერს ვერ გეტყვით. დილით შევნიშნე მანქანები, გავედი მე და ჩვეულებრივ წავედი სამსახურში. სხვა დანარჩენი პოლიციის მანქანები შენიშნეთ. პოლიციის მანქანა იდგა ერთი. ხო და ვიფიქრე რომ ალბათ რომ კეიფობენ, ალბათ ეგეც მანდარი მეთქე, ვიფიქრე სხვა დანარჩენი არაფერი არ იყო. ბატონი ალექს ახლობიანი ხშირად იყო ხოლმე აქ. არ დამინახია დაახლოებით, მე პირადად არ მინახია 1-4 თვე. არც უკეიფიათ აქ და არც არაფერი. რა ვიცი, თუ მე გავდივარ სამსახურში ვარ, შეიძლება ის როდის მოდის მე ხო არ ვიცი. სროლა იყო რამდენიმე გასროლა. თქვენ ხმა აბსოლუტურად არაფერი არ გამიგია. პარტია ლელო თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო ოპოზიციის ნაწილის კრიტიკის ობიექტი გახდა. მათ არ უკვირთ კოლეგების რადიკალურად შეცვლილი განცხადებების მოსმენა და ისინი სწორ პოლიტიკურ ნაბიჯად მიიჩნევენ მიღებულ გადაწყვეტილებას. ლელოს წევრები მმართველი გუნდისთვის არჩევნების გზით დიდი ქალაქების წარქმევას აანონსებენ. ლელო ძლიერი საქართველოს მონაწილეობას იღებს თვითმმართველობის არჩევნებში, რადგანაც მიგვეჩნია, რომ ეს არის ბრძოლის დამატებითი ინსტრუმენტი. ცხადია, პოლიტბატონების გათავისუფლება და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა ეს არის მთავარი ხაზი. რა თქმა უნდა, თვითმმართველობის არჩევნები უნდა იქნეს გამოყენებული ბრძოლის ინსტრუმენტად. რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებას უფრო მეტი შეცდომა უნდა დავაშვებინოთ, რადგანაც რა თქმა უნდა მათი მხრიდან იქნება ფაქტები კვლავ ძალადობის თუნდაც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში და რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს გამარჯვების იმედი, რადგანაც ყველა წინა არჩევნებში ჩვენ ვნახეთ, რომ მიუხედავად გაყალბებული არჩევნების ფონისა მოგებული გქონდა ყველა დიდი ქალაქი. ამიტომაც ბრძოლა გაგრძელდება. ჩვენ იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ მზადებით არჩევნებისთვის, არჩევნები არის ხელისუფლების ცვლილების მშვიდობიანი გზა და ჩვენ ამ გზაზე უარს არ ვამბობთ, შესაბამისად ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ხარდაჭერას იმსახურებს ჩვენი მხრიდან. ლელოს ეს გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, ღალატი საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატის ყველა იმ პროტესტალური ოპოზიციური პარტიის თუ სამოქალაქო ჯგუფის, რომელიც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ და ლელომ უნდა იცოდეს, რომ მისი მხრიდან ამ გზის არჩევა, რასაც ქვია ქართულ ოცნებასთან კოალიციის შექმნა და ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არის ის, რის საფასურსაც ის აუცილებლად გადაერთეს. გადაანაწილეს როლები, ის ორი რეალურად მაშინდელი ძველი ნაცმოძრაობა, რასაც ქვია დედა ნაცმოძრაობა და ახლები და შემდგომში ახლა გახარია და ეს ლელო ვითომ არაფერი კავშირი არ აქვს ნაცმოძრაობასთან და ხალხი უნდა შეცდომა შეიყვანონ, რომ აი ნახეთ ხალხო, ნაცმოძრაობა თავს ესხმის ლელოს და როგორ შეიძლება ისინი ალიანსში იყვნენ ერთმანეთთან. ხელოვნური დამეჯვრის პროცესი, ვითომ ახლა ნაცმოძრაობა თავს ესხმის ხაზარაძეს და ლელოს და ასე შემდგომ. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვეულებრივი უნიჭო სპექტაკლი, ამას არავინ არ დაიჯერებს. ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ 4 გადალახული პარტიიდან ერთ-ერთი ნაცმოძრაობის ერთ-ერთი მიმდინარეობა. სამხრივად არ მოქმედებს ის ძალა, რომელიც ხელმძღვანელობს აქაურ ამ რადიკალებს, მაგრამ მიზანი ერთი აქვს. მიზანი იქნება ერთი, რომ იქაც და იქაც
ეს ფაქტორები გამოყენებული იქნას დესტაბილიზაციის შესაქმნელად საქართველოში. გარდაჩენილებიც იმას ამბობენ, იყენებენ ტერმინებს დამხობა, რევოლუცია და ასე შემდეგ. ასე რომ ორივეს მიზანი ერთია. ერთი პატრონი ყავთ, ერთი მიზნისთვის მოქმედებით. რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ ქართული ოცნების ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი იყო მუქარი შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად მიიღეს ვაშინგტონში. ელჩი რობინ დანიგანი ასევე აცხადებს, რომ მას სურდა ბიძინეოვანიშვილთან პირისპირ შეხვედრა, რადგან ქართული ოცნების ხელმძღვანელობის წერილზე ჰქონდა პასუხი სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსგან. მისივე თქმით, სწორედ რუბიომ სთხოვა ეს პასუხი ბიძინეოვანიშვილისთვის პირადად გადაეცა, თუმცა ივანიშვილისგან შეხვედრაზე უარი მიიღო. საკითხის გამოხმაურებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. საზოგადოება არ იცნობს ასეთ წერილს, საჯაროდ გამოქვეყნებული იქნა წერილი და არც ერთი სხვა განხილვა რაიმე სხვა მიმართულებისა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში არ მომხდარა არც ერთ დონეზე, თუ არა ის რომ ჩვენ მზადავართ თანამშრომლობისათვის, ჩვენ ყოველთვის სანდო პარტნიორები ვიყავით, ასე ლაპარაკობს დანიგანი გაურკვეველია. მას შეუძლია ინტერპრეტაცია გააკეთოს ნებისმიერი წერილს, ნებისმიერი შინაარსის, თუ კი ამ წერილს წერს და ხელს აწერს თავრობის თავმჯდომარე თუ ნებისმიერი ოფიციალური სტრუქტურა და ღირსებას იცავს, თავის ღირსებას და სამართლიან საყვედური თუ არის სათქმელი სამართლიან საყვედურს ამბობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის ნორმალიზება, სუფთაფურცლიდან დაწყება თუნდაც არის ჩვენი ინტერესი. საქართველოს პრეზიდენტმა მისცა შესაძლებლობა იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც სურთ არჩევნებში მონაწილეობა, რომ არ იყოს საბაბებზე საუბარი, თითქოს არ ჰქონდათ ეს შესაძლებლობა, რომ საარჩევნო კამპანია ეწარმოებინათ. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტმა პოლიტიკოსების სურვილის შემთხვევაში მათი შეწყალების მზაობა გამოთქვა, ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლის მცდელობები. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყავილაშვილი მიმართავს პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს მიმართონ შეწყალების შესახებ განცხადებით დაადასტურა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი და დაუყოვნებლივ გამოიცემა შეწყალების აქტი. ზუსტად ის მიდის პროცესები, როგორც ჩვენ საუბრობდით, არის ცდელობა, რომ ქართული ამორჩეველი შეცდომაში შეიყვანონ იმ მხრივ, რომ თითქოს ნაციონალური მოძრაობა როგორც ბრენდი აღარ არსებობს, არ არის არჩევნებში წარმოდგენილი და რეალურად იგივე პოლიტიკური ძალა სხვა სახელწოდებებით იყოს არჩევნებში წარმოდგენილი. ასე რომ ეს არის ცდელობა გარედან დაგეგმილი, დაორგანიზებული და განხორციელებული და ზუსტად ეს ორი პარტია ლელო და გახარია, ვხედავთ, გახარია დღესაც კი საზღვარგარეთ არის და იქ იღებს შესაბამის მითითებებს. ამ მითითებების განხორციელება, რომ ამორჩეველს მოაჩვენონ თითქოს ნაციონალური მოძრაობა არ არის არჩევნებში წარმოდგენილი, სინამდვილეში ეს არის ერთი ანტიქართული პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც გარედან იმართება და ეს მცდელობა არის ახლა რასაც ჩვენ ხედავთ. პრეზიდენტის შეთავაზება და ამ პოზიციის უარი რასამსახურებო როგორ თქვა, არის ეს უარი განპირობებული, რომ ახლა დამარცხების ეშინია და პატრიოტი. ეს ზოგადად როგორც შეახსენებთ პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას, რომელიც შეესაბამება ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც არჩევნებში მან მის განცხადებაში იყო არგუმენტაცია მოყვანილი ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ხედავთ, რომ უკვე დაწყებული არის თავდასხმა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, ჩვენ ხედავთ, რომ არის ცდილობა რომ ჩაშალონ, მათ შორის უცხოური დაფინანსების მცდელობები იყო, რომ დაეფინანსებინა მაგალითად ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზაციები, რომელსაც პირდაპირ თავის მიზნად აქვს გამოცხადებული არჩევნების ჩაშლა. და სწორედ იმისთვის, რომ სპეკულაციები არ იყოს პრეზიდენტის განმარტებით, მისცა შესაძლებლობა იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც სურთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, შემდეგ რომ არ იყოს რაღაც საბაბებზე საუბარი, რომ თითქოს არ ქონდათ შესაბამისი შესაძლებლობა, რომ საარჩევნო კამპანია ეწარმოებინათ, თუ კი აქვთ სურვილი,
მათი შეწყალების მზაობა გამოთქვა. რაც შეეხება არჩევნებს, კიდევ ერთხელ ხედავთ, რომ მცდელობებია რომ ჩაიშალოს ეს არჩევნები, თქვი რომ იყო მცდელობა ბრიტანეთის საელჩოს მხრიდან დაეფინანსებინა ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ გაცხადებული მიზანი აქვს რომ ჩაშალონ არჩევნებში, ასევე არის ორგანიზაციები, რომლებიც აი ამ დღეებში ხედავდით, რომ თქვათ მათ განცხადებებს საბოტაჟთან დაკავშირებით, გულისხმობ საერთაშორისო გამჭვირვალობას, გულისხმობ ნინო ლომჯარიას NGO-ს, საფარს, ბაია პატარაის NGO-ს, რომლებიც პირდაპირ ეს დღეები საჯაროდ აცხადებენ, რომ ბოიკოტი და საბოტაჟი უნდა იყოს არჩევნების და შეგახსენებთ, რომ ეს ორგანიზაციები ფინანსდებიან ევროკავშირის საელჩოსგან. ასე რომ ევროკავშირის საელჩო დღესაც აფინანსებს ორგანიზაციებს, რომლებიც მიზანიც გაცხადებული აქვს, მიზანი რომ ჩაშალონ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნები. ეს სკანდალი იქნებოდა, რომ ამას არ იყოს შეჩვეული ქართული საზოგადოება, რომ ევროკავშირის საელჩოდან ფინანსდებიან ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც სიძულვილის, პროპაგანდის გავრცელებასთან ერთად ახლა უკვე კონკრეტულად კონცენტრირებული არიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლაზე და ამაზე ჩვენ უნდა ღია და ხმამაღლა ვისაუბროთ, რომ ის NGO-ები, რომლებიც დღეს ცდილობენ უკვე აქედან ჩანს და აცხადებენ, რომ უნდა ჩაშალონ არჩევნები, ფინანსდებიან ევროკავშირის საელჩოს. იმისათვის რომ ლევოსთვის არ დაერწყათ ესე ვთქვათ რას ნიშნავს მათი ეს განცხადება? ხო ეს აღიარება არის გუშინანა წითლისგან მოვისმინეთ ეს აღიარება, რაზეც ჩვენ საუბრობდით, რომ რადიკალური ოპოზიციის ფლანგზე შავი ფული იხარჯება და იხარჯება გარედან ლეგიტიმაციით და მხარდაჭერით ეს შავი ფული. პირდაპირ ეს არის ფაქტი, რაც განაცხადა ანა წითლიძემ და მედია უნდა დაინტერესდეს და დეტალები გაარკვიოს. პირდაპირ დაადასტურა, რომ მამუკა ხაზარაძეს მხრიდან ხდება მოსყიდვა პოლიტიკოსების და სხვადასხვა პარტიების ფულით მოსყიდვა, ასევე მისი მედიის ინსტრუმენტების გამოყენებით მოსყიდვა. ამაზე არაერთხელ ხსმენია ჩვენ სხვა პარტიებისგან, რომ მამუკა ხაზარაძე და თავისი TV პირველით აშანტაჟებს პოლიტიკოსებს და იქიდან გამომდინარე, რამდენად ლოიალურები იქნება მის მიმართ, იმის და მიხედვით ან ნეგატიურად აშუქებს მას TV პირველი პროპაგანდისტული მედია, ან პოზიტიურად აშუქებს TV პირველი პროპაგანდისტული მედია. ამაზე უყურეთ პარტია გირჩი ამას აღწევს. გირჩი პარტია. კიდევ ერთხელ ეს აჩვენებს, რომ ეს არის პოლიტიკური კორუფცია, რომელიც რადიკალური ოპოზიციის ფლანგზე არის. გასაგებია კიდევაც, ხო ხა ანტიქართულ კამპანიაში ჩართვა დისკომფორტი უნდა იყოს წესით ნებისმიერი მოქალაქისთვის და ამას ჩანს, რომ აკეთებენ ფულის სანაცვლოდ, რომელსაც მამუკა ხაზარაძე, რომელსაც ხედავთ, რომ მათ შორის თაღლითობისთვის მჯავრდებული ადამიანი, რომელსაც მილიარდ ნახევრის წართფება უნდა და ქართული ხალხისთვის ბიუჯეტიდან და ბოლოს მოუწია 9 მილიონის ჯარიმის გადახდა ბიუჯეტში და ხდება პოლიტიკური კორუფცია, მოსყიდვა ადამიანების, მათ შორის თავად ლელოში ხომ არიან ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ესე ვთქვათ გამოირჩევიან განსაკუთრებული აგრესიულობით და ესეც ჩანს, რომ ამის უკან დგას ფინანსური ინტერესები, რომელსაც როგორც ანა წითლიძე ამბობს, ასე ჩემოდნებით დაატარებს თურმე შავ ფულს მამუკა ხაზარაძე, რათა მოისყიდოს პოლიტიკოსები და ჟურნალისტები. ამ თემაზე და განცხადება, სადაც ის ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს თავაზობს, რომ მომართეთ შეწყალების თოვნით და მე შეგიწყალებთ თქვენ იმ შემთხვევაში, თუ კი აქვე დასძერთან მიიღებთ მონაწილეობას არჩევნებში. მინდა გითხრათ,
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილზეც გავრცელდება თუ არა ეს წერილი და მიშა ყაველაშვილის ეს მზაობა, თუ კი სააკაშვილი ითხოვს შეწყალებას იმ პირობით, რომ მისი პარტია მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. ვიცით, რომ მიშა სააკაშვილი უშუალოდ ვერ ჩაერთვება, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული საკითხი, თუ მიშა სააკაშვილი ითქვის შემიწყალე და ჩემი პარტია მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. მასეც გავრცელდება შეწყალება? არა, თავადაც ვქვით, რომ უკრაინის მოქალაქეების მიმართ ეს შეთავაზება, რა თქმა უნდა, არ მოქმედებს. უკრაინას ისიც ეყოფა, რასაც მისი პოლიტიკური ელიტა დღეს როგორც მტრობს ქართულ ხალხს, უკრაინას ეს ცოდვაც ეყოფა უკრაინის პოლიტიკურ ელიტას, რომ ახლა მისი მოქალაქე აქ არჩევნებში ჩართული იყოს, რა თქმა უნდა, ეს დაუშვებულია. რაც შეეხება მის პარტიას, რაც შეეხება, განაცხადოს მისმა პარტიამ უნდა მონაწილეობის მიღება თუ არ უნდა, წინ არის ყველაფერი, არანაირი კავშირში ეს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან არის. კიდე ერთხელ მიხეილ პრეზიდენტი, იმიტომ რომ პრეზიდენტის შეთავაზებას აქვს კონკრეტული საფუძველი, ადრესატი კი საფუძველი, რატომ არის საერთოდ შეთავაზება გაკეთებული, იმისთვის რომ ხედავთ, რომ არის ცდელობა, მათ შორის უცხოური დაფინანსებით, რომ მოხდეს საბოტაჟი არჩევნების, ხედავთ, რომ ლელომ განაცხადა, რომ სურს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და შემდეგ რომ არ იყოს ამ საბაბით საუბარი თითქოს არ ქონდა სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის წარმოება, ლიდერებს არ ქონდათ ამის შესაძლებლობა, ვინაიდან კანონიერ სასჯელს იხდიდნენ, სწორედ ამიტომ არის ეს შეთავაზება, რომ თუ არის სურვილი რომ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, პრეზიდენტი მზად არის შეიწყალოს ისინი, რომ კონდეთ სრულფასოვნად საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა. მიხეილ სააკაშვილი გახლავთ უკრაინის მოქალაქე, მას არათუ ჩართვის, საერთოდ ჩვენ არჩევნებზე საუბრის შესაძლებლობაც წესით არ უნდა ქონდეს, იმიტომ რომ ჩარევა უცხო ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრას მართავს. საუბარი შეეხება უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტისა და გრანტების შესახებ საქართველოს კანონებს. დისკუსია კითხვა-პასუხების რეჟიმში მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროში მოვიწვიეთ დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო ორგანიზაციები და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ საქართველოში. მათ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ბატონი რაჟდენ კუპრაშვილი მიაწოდებს მაქსიმალურ ინფორმაციას ფარასა და გრანტების კანონების შესახებ და იმ რეგულაციების შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა მას შემდეგ, რაც შემოვიდა საკანონმდებლო ცვლილება. ჩვენი მიზანი არის, რაც შეიძლება მეტად ინფორმირებული იყოს დიპლომატიური კორპუსი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, განსაკუთრებით ისინი, ვინც მუშაობენ საქართველოში. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხების სახელმწიფო მინისტრის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა შეხვედრები გაიმართა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში. თეახლოდიანმა მოსახლეობის კამპანიის მიზნები და ადგილობრივებისთვის შექმნის შესაძლებლობები გააცნო. ძირითადი დისკუსია ჯანდაცვისა და დასაქმების საკითხებზე გაიმართა. სიტყვით გამოვიდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და საგარეჯოს მერი. გრძელდება კახეთის რეგიონში ჩვენი საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა საგარეჯოს მუნიციპალიტეტშიც საქმე და მეტად თბილ ატმოსფეროში გაიმართა. ჩვენი აზერბაიჯანელი მოქალაქეების მხრიდან გამოვლინდა მაღალი ინტერესი შეხვედრაზე განხილულ ყველა აქტუალურ თემატურ საკითხთან დაკავშირებით. ასევე აღინიშნა ის ძალისხმევა, რასაც ჩვენ ერთიანი სამთავრობო მიდგომით ვახორციელებთ, სწორედ იმისთვის, რომ თითოეულ მოქალაქეს განურჩევლად ეთნიკური კულტურებისა კონდეს თანაბარი და შეუფერხებელი წვრილმა სახელმწიფოს მხრიდან მათთვის გახსოვ მხარდამჭერ შესაძლებლობებზე. კახეთის რეგიონში გრძელდება მრავალკომპონენტიანი საინფორმაციო კამპანია. დღეს ჩვენ შევხვდით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამბალის მოსახლეობას, სადაც მოსახლეობისგან უშუალოდ პირისპირ მოვისმინეთ ის საჭიროებები და გამოწვევები, რაც ჩვენ შემდგომ დავეხმარება დაგეგმილ და განსახორციებელ პროექტებში. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად თბილისი ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს 150-ზე მეტი ქვეყნის მოფარიკავები დედაქალაქში უკვე შეიკრიბნენ რუსთავის მერიის მხარდაჭერით. ცენტრალურ პარკში საქართველოს ნაკრების მოფარიკავებმა ანასტასია ცანავამ და ბარბარე მებუკემ მასტერკლასები ჩაატარეს. აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს ფარიკაობის განვითარებას ქვეყანაში. ახლა მსოფლიო ჩემპიონატი გვაქვს და გადართული ვართ მთლიანად მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებისთვის, ვინაიდან 158 ქვეყანას მასპინძლობთ, რთული ჩასატარებელია, მაგრამ
მთავრობასთან ერთად კომუნიკაციით ჩვენ ყველაფერს შევძლებთ. საქართველოს ემზადებით მთავარი ღონისძიებისთვის და რუსთავი მათთან ერთად არის ჩვენი მთელი რესურსით, მონდომებით, ის რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დღეს დაინტერესებული იყოს სპორტით, ესეთი აქტივობები ძალიან უწყობს ხელს და ჩვენი ერთობლივი აი ესეთი ჩართულობით დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ და კიდევ მეტი ახალგაზრდა აირჩევს ჯანსაღი ცხოვრების წესს. მე მინდა მადლობა უთხრა რუსთავის მერიას, რომელმაც ეს დღევანდელი აქცია ჩაატარა და ეს არის მხარდაჭერის აქცია. ეს არის აქცია იმისთვის, რომ ყველა მიცოდეს, ყველამ გაიგოს, როდის, როგორ, რანაირად ტარდება და ყველა საქართველოს ვეპატიჟებით ამ მსოფლიო ჩემპიონატზე.